გინდა ასეთი გადასვლების გაკეთება შეძლო? ეს გახლავთ მეგობრებო ჩემი კომპოზიციის პარამეტრები. 1080-1080 რეზოლუცია არის ისეთი რეზოლუცია, რომელიც გამოიყენება ასეთი ედიტებისთვის რა, TikTok ედიტებისთვის. ყველაფერი იწყება ყველაზე მოსაწყენი და ხანგრძლივი ეტაპით. მუსიკის ძებნა, ვიდეოს საჭირო მომენტების ძებნა და მუსიკის ბითების მონიშმა. ეგ არის ყველაზე ტანჯველი ნაწილი მოვიტოვეთ. ეხლა გადავიდეთ მოდი ვიდეოს დარბილებაზე. ამისთვის დაგჭირდება ჩვენ Twixtor-ი. Twixtor ეს არის ვიდეო პლუგინი, რის საშუალებითაც შეგიძლია დაბალ FPS-იანი ვიდეო უბრალოდ დაარბილო. TikTok-ში ალბათ შეხვდებოდათ ისეთი ედიტები, რომლებიც არ ვიცი რა, მეც გამკვირვებია როგორ იყო ასეთის მუსიკა. მაგრამ უკვე ვიცი და გიზიარებთ. ეხლა კი მეგობრებო, გადავედით ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა დავარბილოთ ვიდეო რა, Twixtor-ის საშუალებით. ამიტომაც ცოტა ყურადღებით, შეგიძლიათ რა თქმა უნდა დააკოპიროთ, რასაც ვაკეთებთ, რაც საბოლოოდ დაგვეხმარება, რომ გადასვლა, ანუ transition-ი გამოვიდეს smooth-ი. კარგი იქნება მეგობრებო, თუ პრინციპში გაერკვევით, როგორ მუშაობს გრაფიკი. შეგიძლიათ დასერჩოთ YouTube-ში, ან რავი, უბრალოდ შეგიძლიათ დააკოპიროთ რა. ყვილად ორ არის წვალოთ. keyframe-ები დააკოპირეთ, რა თქმა უნდა. აი ეს არის მეგობრებო Twixtor-ის ძალა. ეხლა კი უშუალოდ transition-ის გაკეთების დროა მეგობრებო. უაზრო ნაწილი მოვიტოვეთ წინ. მეგობრებო, ამ transition-ის გასაკეთებლად საჭირო არის რამდენიმე პლუგინი. ესენი არის Twixtor-ი და Sapphire-ი. თუმცა მე რო ეხლა ეს გადმოწერის ტუტორიალი დავდო, ან უბრალოდ აღწერაში მომნებოდით ხო? დამასტრაიკებენ. ამიტომაც კარგი იქნება თუ ჩემს Discord ჯგუფში შემოხვალთ, სადაც მითითებული იქნება ლინკები რა. I didn't sign up for a cage match. Shot. Look, we just called the paramedics. They're on their way. Hey, stay back. You weren't there for me. ეგ არის მეგობრებო, სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ვიდეო, როგორც ჩანს, გამოკითხვის შედეგად ბევრს გინდოდათ ასეთი კონტენტი. თუ რამეს ვერ გაიგებთ, აუცილებლად მკითხეთ მეგობრებო, ვეცდები ამომწურავად დავფარო ესა თუ ის კონკრეტული საკითხი. ეს მე ვიყავი Tixona, მომავალ შეხვედრამდე. Peace.